ისმის ხო ჩემი ხმა? ეხა უკეთესად ხო? კიდევ უფრო ახლოს. ეხა ისმის? აი ესე მეჭირება. მოკლედ დღევანდელი დისკუსიის თემა პირობითად სათაური არის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და ყვითელი პროკავშირები. თქვენ ყველამ იცით აქ ვინც ხართ შეკრებილები, რომ ეს ეთერები ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა არის ადამიანების, რიგითი მშრომელების, რიგითი ხალხის ხმის გასაჟღერებლად და დიდი მადლობა მინდა გადავხადო გოტას და პირველი არხის მცველებს, ვინც ამ ღონისძიებებს აორგანიზებს. დიდი მადლობა მათ. დღეს ჩვენთან არის გიგა ბექაური, რომელსაც უკვე მე რამდენი ეთერი აქ არ ვიცი. ის არის გილდიას პროკავშირების დამოუკიდებელი პროკავშირების დამფუძნებელი დირექტორი, არ ვიცი. როგორ ქვია? ხო, კი. და მეორე სტუმარი არის ვილი გელეშვილი, რომელიც არის კალატოზი აზოტის რუსთავის მეტალურგიის ქარხანის. და ნუ დღეს ახლა მე მინდა რომ ვილაპარაკოთ შრომის თემაზე, პროკავშირების თემაზე და მინდა რომ დღეს მიმდინარე პროცესები ეს კრიზისი დავინახოთ სხვადასხვა შრეებში. და დღეს მიმდინარე პროცესი და ეს კრიზისი, რა თქმა უნდა, არის ერთი, ბევრნაირი სახელი აქვს ხო ამ კრიზისს, ხან ვეძახით პოლიტიკურ კრიზისს, ხან ვეძახით კონსტიტუციურ კრიზისს, ასევე ვეძახით, არ ვიცი, სოციალურ კრიზისს და აი ჩემი აზრით ისეთი ქარხანა, როგორც არის რუსთავის მეტალურგი, ან ისეთი შემთხვევა, როგორც არის ჭიათურა, კარგად უყრის თავს იმ კრიზისების მრავალშრიანობას, რასთანაც დღეს ჩვენ გვაქვს რაღაცნაირი ჭიდილი, ხო? იმიტომ რომ აი ეს ადგილებში თავს იყრის ეკოლოგიის თემა, სოციალური თემა, ეკონომიკის თემა, ოლიგარქიის თემა, არ ვიცი, იგივე პოლიციური კონტროლის თემა, კლანების თემა და ესე ანუ ყველაფერი ერთად რეალურად, რასაც დღეს ჩვენ რაღაცა გაფანტულად თითქოს, ხო? აქა-იქ ხედავთ, ვაკვირდებით, მაგრამ რაღაცნაირად ბოლომდე ვერ ვიხელთებთ და ამაზე ვერ ვსაუბრობთ. ერთიანად იყრის თავს ისეთ რეგიონებში და ისეთ ადგილებში, როგორც არის ჭიათურა, ზესტაფონი, კაზრეთი, რუსთავი და ის რომ თბილისში დღეს სიცოცხლე ჩვეულებრივად მიმდინარეობს ვიღაცაებისთვის და ის რომ ხალხი, რომელიც პროტესტზე დგას და არის მეორე პარალელური თბილისი, ხალხი, რომელიც არის კინოში დადის, ხო, რესტორანში დაბადების დღეზე და თითქოს ეს რეალობა მათ არ ეხება, ხო? აი, რაღაც თბილისში ეს ორი პარალელური მოცემულობა რომ ჯერ კიდევ არსებობს, იმ მცირე კაპიტალის მოძრაობის შედეგი არის, რომლისგანაც მაგალითად ჭიათურა დღეს საერთოდ დაცლილია, ხო? ანუ დღეს ჭიათურა დგას სერიოზულად გაბანკროტების და შიმშილობის წინაშე, ხო? და შესაძლოა ეს სიმწვავე ამ კრიზისის ყველაზე ცხადად აი მან ჩანს ჭიათურაში და რუსთავში. და ამიტომ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ვისაუბროთ რას გვაჩვენებს, როგორი სარკე არის დღეს რუსთავის მეტალურგიის ქარხანა, ან იგივე ჭიათურა და როგორ გვანახებს ის მწვავე ჭახე რეალობას, რომლისგანაც თითქოს თბილისში ვიღაცები ახერხებენ ჯერ კიდევ რომ გაექცნენ და თვალი აარიდან, ხო? ერთი ეს ამბავი და მეორე ამბავი არის ასევე პროკავშირების ამბავი, რომელიც აი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მე რაღაცა ამოვიწერე, ძალიან საინტერესო სტატიას ვკითხულობდი პროკავშირებს და ზოგადად პროკავშირებს ძალიან ბევრს ვფიქრობ, იმიტომ რომ მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწევი ძალა დღევანდელი მოცემულობის რაღაცნაირად ლოკომოტივად შეიძლება ყოფილიყო პროკავშირები, ხო? იმიტომ რომ ვინ თუ არა მუშა და მშრომელი არის ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მწვავედ განიცდის ჩაგვროს სხვადასხვა ფორმებს საკუთარ თავზე, ხო? და პროკავშირები უნდა ყოფილიყვნენ ის გამწევი ძალა, რომლებსაც უნდა ჩაებათ ეს პროტესტი და რაღაცნაირად ყველაზე რადიკალური ფორმა იდეაში წინააღმდეგობის სწორედ პროკავშირების ხელშია, ხო? გაფიცვაზე უფრო რადიკალური წინააღმდეგობის ფორმა, ნუ რა ვიცი, რა უნდა იყოს, ხო? და რაღაცნაირად ამოვიწერე 7 მთავარი ინდიკატორი, რომელმაც უნდა გვაჩვენოს, რამდენად ძლიერი ან სუსტი არის პროკავშირები. ხო, ეს პირველი ინდიკატორი არის ზოგადად ესეთი შეთანხმება არსებობს რა. პირველი ინდიკატორი არის წევრების რაოდენობა. და ამას წავეცდე ესეთ სტატისტიკას პროკავშირების წევრების რაოდენობაზე. 1990 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა,
პროფკავშირების წევრების რაოდენობა იყო 2.800.000 წევრისგან შედგებოდა პროფკავშირები. ანუ ეს რაოდენობა იმაზე უფრო მეტი იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს. ანუ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირი ინგრევა და ქართველი მშრომელები მასიურად იწყებენ პროფკავშირებში გაერთიანებას. ყველა ანუ პიკი პროფკავშირებში წევრების რაოდენობის იყო 90-იან წლებში, ვიდრე ხალხს ჰქონდა ნდობა და მოლოდინი, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირები რაღაცნაირი საშველი, რაღაც მაშველი როლი იქნებოდა მათი სოციალური გადარჩენისთვის, ხო? და სამწუხარო რეალობა ის არის, რომ უკვე 2009 წელს პროფკავშირების რაოდენობა 90 წევრების რაოდენობა 90%-ით ეცემა და 200.000 წევრამდე არის სულ რაღაც უკვე 2009 წელში პროფკავშირებში გაწევრიანებული ადამიანთა რაოდენობა და 12 წელს უკვე კიდე 50%-ით ეცემა და 100.000 წევრამდე ჩამოდის, ხო? 100-155.000 წევრამდე. შესაბამისად, წევრების რაოდენობის მხრივ ძალიან მძიმე სიტუაცია არის. მეორე ინდიკატორი არის მენეჯმენტი, რა ტიპის მენეჯმენტი არსებობს პროფკავშირებში და ამ მხრივ არ ვიცი, გიგას ყველაზე მეტად შეუძლია ალბათ ისაუბროს, როგორ მართავს ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირებს და რამდენ დემოკრატიული და ჰორიზონტალური სიტუაცია არის და რამდენად ეს რაღაც ტიპის დარგობრივი პროფკავშირები როგორ მუშაობენ და რას აკეთებენ. ნუ რა თქმა უნდა, ირონიულად ანანარი დემოკრატია არ არსებობს. მან არის ერთი ავტორიტეტი, რომელიც 20 წელია უკვე პროფკავშირების თავმჯდომარეა და ლუკა შეკოზე უფრო მეტ ხანს არის უკვე ლამის თანამდებობაზე, ხო? მესამე ინდიკატორი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის პროფკავშირების მუშაობის შეფასების დროს, არის კოლექტიური ხელშეკრულებების ძალა. და ნუ აი ესეც ძალიან სასაცილო თემა არის, ანუ რომელი საწარმო არის, ან რომელი კომპანია არის დღეს, სადაც რაღაც ტიპის ძალა კოლექტიური ანუ საერთოდ მუშაკოთ უციან რა ნიშნავს კოლექტიური ხელშეკრულება, რა ტიპის ფუნქცია უნდა ქონდეს მას, ეგეც სათულოა, ხო? გაფიცვების სიხშირე არის მესამე ინდიკატორი და სიხშირეს მხრივ შეხოთაშორის საქართველოს მშრომელთა გაფიცვების ისტორიას თუ გადავავლებთ, საკმაოდ ხშირად ხდება საქართველოში გაფიცვება. ის არ არის, რომ გაფიცვების მხრივ საქართველოს რომელიმე სხვა ქვეყანას ჩამოუვარდება. ანუ სიხშირის მხრივ გაფიცვები მართლა ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ რა გავლენა აქვს ამ გაფიცვებს? ვის გვახსოვს მუშების წარმატებული გაფიცვა? ან რა ტიპის ზეგავლენა მოუხდენია რომელიმე გაფიცვას შრომის პოლიტიკაზე, ხო? აი ეს კითხვა უნდა დავსვათ, ხო? თავისთავად სიხშირე უფრო მეტად სასოწარკვეთას აჩვენებს მუშების და მძიმე სოციალურ მდგომარეობას, ვიდრე მათ ძალას, ხო, საქართველოს შემთხვევაში. მეხუთე ინდიკატორი, რომელიც პროფკავშირების მუშაობის ეფექტურობაზე მეტყველებს, არის საჯარო პოლიტიკაზე პროფკავშირების გავლენა. ანუ რა ტიპის საჯარო პოლიტიკის, შრომის პოლიტიკის, სოციალური პოლიტიკის განსაზღვრაში რა ტიპის როლი და მონაწილეობა მიუღია პროფკავშირებს, ხო? და ამ მხრივ არ ვიცი 2006 წლის კაბალური შრომითი ხელშეკრულების პერიოდში, როცა ირაკლი პეტრიაშვილმა გაიფორმა თავისი თავმჯდომარეობა და მთელი 2012 წლამდე ფაქტიურად აი ყველაზე მძიმე შრომითი ხელშეკრულების პირობებში უწევდა ქართლის მშრომელების მუშაობა, ჩანაცვლა 2016 წელს მიიღეს, როგორც მახსოვს, ახალი შრომითი ხელშეკრულება თუ 2012-ში დაიწყო პროცესები, ნუ შრომის კოდექსი. ხო, 21-ში მივიღეთ, ხო, ამაზე გიგა ელაპარაკებს და ნუ ბოლოს კიდევ ბოლო ინდიკატორი, რომელიც პროფკავშირების ძალაზე მეტყველებს, არის მშრომელთა კეთილდღეობის ამბავი და ნუ ამაზეც მინდა რომ თქვენ ისაუბროთ და გააკეთოთ კომენტარები, ხო? ანუ არ ვიცი ხა თავიდან ალბათ ბილი შენ რო თქვა ორი სიტყვა რა ხდება რუსთავის მეტალურგში და რაღაცნაირად კომენტარი გააკეთო, აი რა ვიცი, თუნდაც პროფკავშირებს სად დგანან საერთოდ, სად არიან ამ პროცესში, რა როლს თამაშობენ და ხო, აი სად არიან პროფკავშირები თუ შეიძლება თქვა. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. პრობლემა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დღესდღეობით რაც არის, მაგრამ მხოლოდ აქ არ დაწყაფილა. ანუ მე პირადად დავიწყე 2011 წელს მუშაობა და იმის შემდეგ ამ ქარხანაში ყოველთვის იყო პრობლემა. პირველი გაფიცვა იყო, როცა მე ამ წლების განმავლობაში მუშაობდი, მოხდა ორი გაფიცვა და ეს არის მესამე უბრალოდ მეოთხე, რომელიც წადის. ანუ ამ შემთხვევაში ხალხს აქ
იგივე პრობლემები, რაც მაშინ იყო. ანუ ჩვენი ვალუტა რახან ისე უფასურდება და უფასურდება, მათი ხელფასები ფაქტურად არაფერს წარმოადგენს. ასევე არის მძიმე პირობები, შიდა ასე რომ ვთქვათ, უსაფრთხოების კუთხითაც, შრომის პირობების კუთხითაც, საშინელი დამტვერიანება. საერთოდ არ ფიქრობენ იქ მომუშავე პერსონალი. გაუსაძლისი პირობები შეიძლება ითქვას, რომ არის. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, გამწვევი, რომელიც თუნდაც შემოიტანეს იმისთვის, რომ ქალაქში არ ყოფილიყო დაბინძურება ჰაერის და შიდა ტერიტორიაზეც, თვითონ ცეხს, სადაც ეს უშუალოდ ეს პროცესი მიმდინარეობს, ფაქტურად არ თავი. და ამიტაც ეკონომიას აკეთებ თუნდაც ელექტროენერგიაზე, ფილტრებზე, რომელიც ანუ რესურს მოითხოვს, ხო, რაღაც ხარჯი. ანუ რეალურად არ ცდილობენ, რომ ანუ მუშა პერსონალი დააკმაყოფილონ რაღაც გარკვეულად ანუ კეთესობაში ამყოფ. იმიტომ რომ ეს მეტ პროტესტს ასე რომ ვთქვათ, რაღაც არ გამოიწვია რა. ანუ ისევ და ისევ პირველი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სამი ხელფასი, რასაც მოითხოვ. შემდეგი არის უსაფრთხოება შრომის და მესამე არის კვება. კვებაზეც რო ვთქვათ, ანუ მაგაზეც ანუ ჩემი ყოფნის 10 წლიანი ყოფნის განმავლობაში, ანუ კვებაზეც კი იყო პრობლემა, ეს საშინელი კვება იყო რა. მე პირადად ანუ ამ საჭმელად ვერ მიყვებები. ანუ როგორც კი ამ საქმეს მიიღებდი, ანუ ადამიანები ცუდად ხდებოდი რა. ანუ იყო მოწამვლის შემთხვევებიც, ანუ ბევრ საშინელი საქმეა. ანუ დაიხურა კიდევაც რა უნდა ჯერ სასტილოები, რადგან ადამიანები ამის მოხმარებაზე უარს ამბობდნენ და შემდეგ მოიფიქრეს ესეთი რაღაცა, წარმოიდგინეთ, ანუ ადამიანი რომელიც ფოლადს ადნობს და მისი ორგანიზმი განიცდის საშინელ გადატვირთვას, მხოლოდ ანუ რაციონში შედიოდა ბულკი და მაწვდომი. ისიც ყველაზე უხარისხო. ანუ ესეთ ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით რაც არის და რაც შეიძლება ადამიანებმა პირველ რიგში უნდა აპროტესტებდნენ, ეს არის იქ წარმოქმნილი დოვლათის და აი კაპიტალის არასწორი გადანაწილება ზუსტად ესე შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ 90% რჩება რამოდენიმე ადამიანს დანარჩენი 10% ნაწილდება რამოდენიმე დანარჩენ ადამიანს. ეხლა არის 1500 ლარიდან იწყება რა, მაგრამ ეს 1500 ლარი ყველა ვიცით რომ საერთოდ აღარ წარმოადგენს ხო, იმიტომ რომ ჩვენი ვალუტის ყიდულობა არის ყველაზე რავი ალბათ რაც მიმახსოვს დაბალი შესყიდვის უნდა იყოს. არა, აი ნახე ხლა რა ხდება რა. ჩემ თვალწინ რაც ხდებოდა აი პროფკავშირი, ხო, როგორ შეიძლება მშრომელი მივიდეს გაფიცვამდე, როცა პროფკავშირი თავის საქმეს აკეთებს, ხო? ანუ რეალურად როცა დაინახავ რამე პრობლემაა, მაშინ ეგრევე აღმოჩნდა ის ყველაფერი პროფკავშირის ვალდებულება ეგ არის, რომ იზრუნო შენი წევრების კეთილდღეობაზე. რა პეტრიაშვილის პროფკავშირი მე არასდროს არ მინახია, მხოლოდ მაშინ მოდიან და როცა რაღაც გაფიცვა და ისიც ცდილობენ რომ როგორი სიტუაცია მოაგვარო რა. ასე რომ მთელი ამ სტრუქტურები აქვს ჩაბმული, რომ აი ამაში კადრებელსაც კი კადრულობენ, რა შეიძლება კრიმინალიც კი ჩართონ ამ სიტუაციაში და რა ყველა ბერკეტს იყენებენ აბსოლუტურად რა შეიძლება აი არალეგიტიმური იყოს ამ ქვეყანაში და არ იყოს მისაღები აბსოლუტურად და ასე რომ ვთქვათ, ჩემი თვალსაზრისით რომ ვთქვათ, შრომელი ადამიანებს ურევენ თაობსაც რა. იმიტომ რეალური პრობლემები რაც შეიძლება ითქვას ისო, აი რასაც ჭიათურელები ითხოვენ დღეს რომ მოხდეს ნაციონალიზაცია რა. ის საწარმოები რომელიც საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენ, იმაზე ხوار ვლაპარაკობთ, რომელიც მაგალითად ვიღაცამ ისიც ჩვენიდან მოპარული კაპიტალით აშენდა, თორემ ამ ქვეყანაში ისეს თანხას ვერ იშოვს. ანუ თუ არ გაკიდე ძველი და იქიდან არ მოიპარე. ან მე მოპარა, აი იმას ჯანდაბას იმაზე აღარ ვიტყვით ხმა, შეიძლება საიდანაც უბრალოდ დააფინანსა, მაგრამ ის საწარმოები თუნდაც რომელიც არის აზოტი რუსთავში ვარ, ხა ბევრი დაშალეს, გაყიდეს და გაყიდული ფული და მიიღეს ეს რესურსი რაც დღეს აქვს ამ ადამიანებს, ამ კონკრეტულ ადამიანებს. შეიძლება უნდა მოვითხოვოთ, ანუ ჩემი აზრით, ანუ ის რომ მარტო ხელფასმატება ეგ არაფერი არ არის, ჭიათურის გზას და კვალს უნდა გავხდეთ, რომ მოხდეს ამ საწარმოების ხალხისთვის დაბრუნება. რეალურად
მიძახიან რომ არ არის რენტაბელური, არ არის მიღებიანი, მაგრამ ისთვის მუშაობენ. მაგალითად აი რუსთავის მეტალურგიას ქონდა ესეთი რაღაცა, ეძახდნენ წიდა საყარს. ამ წიდა საყარიდან ანუ მე შემიძლია თამარ რომ ანუ მილიონები კი არა, რამოდენიმე მილიარდის ქონება გავხდა რა. ეს იყო ძველი მეტალურგიის ნაგავსარდალი ასე ვთქვათ, მაგრამ მასში შედიოდა ძალიან დიდი ლითონის მარაგი, რომელსაც ამუშავებდნენ. ანუ საერთოდ არ ფიგურობდა მეტალურგია დღეს არ აქვს, ანუ იმ პროცესს არ გადის, ანუ ლითონს თვითონ არ აწარმოებს რა. ანუ ყიდულობს ჭარბს და ადნობს ამუშავებს და მე ვფიქრე ზაფხულს იყო საბჭოთა კავშირის დროს როცა მადანი შემედიოდა და ამასაც ჩვენ მომუშავებდით და რა თქმა უნდა უფრო მეტი შემოსავალი იყო ქართლისთვის. მაგრამ ეხლა ამას არ აკეთებდი, მაგრამ მთელი 10 წლების განმავლობაში და ახლობლად 20 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ჩვენი მამაპაპის მიერ დატოვებულ სიმდიდრეს იყენებდნენ. ჯოზეფ კეი იყო ესეთი მმართველი, აკაკაცშვილის ოჯახის წევრი იყო, რომელსაც აი რავი საწაიღო ამდენი ფული არ ფიზიკურად როგორ შეიძლება ადამიანს ამდენი ფული ჭირდებოდეს, მე ვერ წარმოვიდგენია რა. და მაშინ ჩვენ მქონდა ხელფასები, სასაცილო ხელფასები იყო 300 ლარი, 400 ლარი, რომელიც ადამიანებს просто მაშინ უფრო ყოფილდა ეს მიზერული ხელფასი. ვიდრე დღეს ის რო იძახიან რომ 1500 ლარი აქვს დასაქმებულ ადამიანებს, იმიტომ რომ 10 ლარი მაშინ უფრო ბევრი ამის იყიდიდი. ვიდრე დღეს მაგალითად ყველგან 50-ია. თუნდაც 100 ლარი, ან ფიზიკურად ვერაფერს ვერ გააკეთებ. ამიტომ რომ ის რაოდენობაში უბრალოდ გაიზარდა, ეგრე კუპონიც ბევრი იყო თავის დროზე, მილიონიანი კუპიურები იყო. მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ რამეს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენი მეტალურგების და ჩვენი მშრომელების გაფუძვა არის სრულებით ლეგიტიმური, სრულებით მისაღები და წესით მთელი საქართველო მას უნდა უჭერდეს ხარჯს და მთელი ქალაქი და ყველაფერი. მაგრამ რატომღაც ეს არ ხდება, იმიტომ რომ პროკავშირების ბრალიც არის, რომ ადამიანებში თესავენ იგივეს გაუნათლებლობას ბევრ მასში კარგი გაგებით რო ვთქვათ, რომ არ მიაწვდიან რეალურად ინფორმაციას განათლების კუთხით, აი რატო ითხოვს მშრომელებს რა, ყველაფერს ცდილობენ ეს ყველაფერი ჩაფარცხონ, დამალონ, გახადონ პირიქით ამ მშრომელები დაადანაშაულონ, რომ იცი რა, ამ ხელფასია და აი რაღაც აპროტესტებს რა. რეალურად, ანუ ასე რომ ვთქვათ, პროკავშირი არაფერს არ აკეთებს და სახელმწიფო, ანუ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კრიმინალსაც კი იყენებს. ის გამო რომ ანუ სახელმწიფოდან მოსული ადამიანები, რომ ეს პროტესტი, რომელსაც ადამიანები გამოტყავენ, იპოვონ ამისი თავი და ჩაახშონ ეს პროტესტი ყველანაირად, ცალკე პოლიციით, ცალკე გაუგებარი ადამიანებით, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი არ გამოწვევს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ყველაფერს გამარჯვება მოუტანოთ და სიმართლე ვთქვათ. გიგა, ეხლა მე მინდა რომ შენილაპარაკო გარდა იმისა, რომ ხო, აი რამდენი სოციალური აფეთქებები ხდება, ხა ილუსტრირებული ხო, ანუ ძალიან ბევრი პროცესი მიდის, ძალიან ბევრი სოციალური აფეთქებები მიდის და აი ამ დროს რა შეიძლება რომ გააკეთოს მაგალითად მოქმედითმა პროკავშირებმა. რა შეიძლება რომ აი ეს აფეთქებები ძალა გადაზარდოს, ხო? და რა როლი შეიძლება ითამაშოს აი რაღაცა იდეის დონეზე რო ვთქვათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის რომ თქვენთან ვსაუბრო. ვილის ეს მონაყოლი ძალიან საინტერესოა და პრინციპში დიდი ხარია რაღაცა ერთმანეთთან ამ რაღაცა თანაბრძოლის ებაზე ვართ რა ქვია ეტაპზე და ძალიან მიხარია რომ შეგვიძლია აზრის გასვლას და ის პრინციპში ერთად დაგეგმვა რაღაცის თუნდაც ერთად განხორციელება და სულ მაქვს ამის იმედი რომ მშრომელების დიდი ნაწილი სწორედ აი ამგვარად არის რაღაცნაირად ჩემთვის იმედი იმის რომ რაც თან უნდა მახსენა არის ის რომ სინამდვილეში მთელს ამ ბრძოლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაქტიკური ესე იგი შესაძლებლობა შრომელს გააჩნია. ანუ როდესაც რაიმე ტიპის ვიხსენებთ თუნდაც აი მაგალითად არა მხოლოდ სოციალურ უფლებებს, არამედ მაგალითად საყოველთაო საარჩევნო უფლებას, ხო? ეს სინამდვილეში არის მონაპოვარი სწორედ შრომელთა საგაფიცო ბრძოლის.
და ჩვენ სანამ არ მოვახერხებთ რომ შრომელი იყოს ორგანიზებული, მობილიზებული და კონდეს სუბიექტი გამოკვეთილი პოლიტიკური, მანამდე ძალიან გაგვიჭირდება საზოგადოებრივ ბრძოლებში გამარჯვების მიღწევა. სამწუხაროდ ჩვენ აქამდე ვერ მოვახერხეთ ის რომ ჩამოგვეყალიბებინა ღირსეული პროფესიული კავშირები, ძლიერი პროფესიული კავშირები, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ყოფილიყო ეს თემები, საზოგადოებას და შრომელს არ ქონოდათ რაღაცნაირი განცალკევებული ვექტორები ბრძოლის და ასე შემდეგ. ეს რომ ვერ მოვახერხეთ, ეხლა ამ შედეგის წინაშე ვდგავართ, როდესაც მაგალითად რაღაცა კრიზისი არის ქვეყანაში, საზოგადოებრივი პროცესები მიმდინარეობს და საზოგადოება ეძებს გამოსავლეს, მაგრამ ისეთ მკვეთრ გამოსავლეს ვერ პოულობს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოსავლები მოიძებნება დროთა განმავლობაში, მაგრამ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც თვალსაზრისით მინუსიდან ვიწყებთ როგორც საზოგადოება და ჩვენ მოგვიწევს ძალიან ბევრი რაღაცის გაწევა, ძალიან ბევრი შრომის გაწევა, იმისთვის რომ დაუბრუნდეთ იმ რაღაცა თუნდაც ნულოვან ეტაპს, საიდანაც ბევრი შესაძლებლობა გაჩნდება და ამას თქვენ თავად ნახავთ, ხო? პირველ რიგში ცალსახად სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ მეტალურგებს, სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ჭიათურელებს და მათ მოთხოვნას, მათ შორის ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით. და ამაზეც შემიძლია მე კიდევ ვისაუბრო. რაც შეეხება პროფესიულ კავშირებს. პროფესიული კავშირები საქართველოს არის სამართალ მემკვიდრე საბჭოთა პროფკავშირები. საბჭოთა პროფკავშირები არსებობდა. საბჭოთა პროფკავშირები, ესე საქართველოს პროფკავშირები არსებობდა, იწყება მეფის რუსეთის პერიოდში იწყება შექმნა, მუშათა სალაროები იქნება პირველ რიგში, მერე მაგ დროს არალეგალურია პროფკავშირების ჩამოყალიბება. სადღაც 1907 წლიდან ლეგალიზება ხდება პროფესიული კავშირების და მერე იწყებენ ლეგალურად პროფკავშირების ჩამოყალიბებას და 21 წელს ესე იგი საბჭოთა კავშირთან მიერთების შემდეგ პარტიაში განიხილება ის თუ როგორი უნდა იყოს პროფკავშირი, თუ მშრომელთა კლასმა გაიმარჯვა, თუ მუშათა კლასმა გაიმარჯვა, მაშინ პროფკავშირი რა ფუნქციას უნდა ატარებდეს, დიდი დისკუსიები მიდის ამაზე და საბოლოოდ გადაწყდება, რომ პროფესიულ კავშირს ის ფუნქცია, ის ასე ვთქვათ, ეცვლება და ახალ ფუნქციას იძენს. მისი ფუნქცია ძირითადად არის, ესე იგი გამაჯანსაღებელი რეკრეაციული ფუნქცია, რომ ეს რჩება, არ იძენს ამას, ეს ფუნქცია პროფკავშირებს ყოველთვის ჰქონდა მათ შორის, მაგრამ მხოლოდ ეს გარჩება, ანუ პროფკავშირების გადაეცემა შემდეგში უკვე ძალიან დიდძალი ქონება და სანატორიუმები იქნება ეს, ზოგიერთი ქარხანა, გამაჯანსაღებელი კომპლექსები და ასე შემდეგ. 90-იანი წლების შემდეგ პროფკავშირი არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, პრინციპში ძალიან იშვიათი ორგანიზაცია, რომელიც ლიკვიდაციას არ აცხადებს, ანუ ის დამოუკიდებელ საქართველოში ფაქტობრივად გადმოდის, სამართალ მემკვიდრე ხდება მაშინდელი საბჭოთა პროფესიული კავშირი. რაც იმას ნიშნავს, რომ პროფკავშირი რჩება აბსოლუტურად ყველა ქონება, რომელიც არის დღევანდელი შეფასებით შეიძლება ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების ესე იგი ქონება, რომელიც ხდება და აქედან გამომდინარე, ამ კაპიტალიდან გამომდინარე პროფკავშირები ხდება ინტერესის საგანი იმ პერიოდისთვის, ესე იგი იმ პერიოდისთვის ძალაუფლების მქონე ჯგუფებისთვის. და ძალიან საინტერესო პროცესებია, რომელზეც საუბარით შორს წაგვიყვანს, მაგრამ ნუ რომ ვიცოდეთ, ნუ პირველი ესეთი ნაცნობის სახელი არის ესე იგი თავმჯდომარე, სანამ ირაკლი პეტრიაშვილი გახდებოდა თავმჯდომარე, მანამდე იყო ირაკლი ტუღუში თავმჯდომარე და მასაც თავისი პერიპეტიები აქვს. მე შემდეგ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ის გარკვეული ზეწოლის შედეგად აფორმებს ქონებების, ანუ პროფკავშირის ხელს არსებული ქონებების უდიდეს ნაწილს ხელისუფლებას უწყობს ამას. აი მაგალითად ვიცით რომ მერიის შენობა ეს იყო პროფკავშირების ოფისი, მთელი შენობა ეს იყო შრომის სახლი და ეს აქ იყო პროფკავშირების ოფისი და ის რაღაცა ძალიან დიდი ცენტრი იყო, მათ შორის ფინანსური სარგებლისთვის შემდეგ, მაგრამ გადაეცა ეს ქონება სახელმწიფოს ისევე როგორც სხვა უამრავი ქონება. ძალიან საინტერესო პასაჟი არის, რომ როდესაც რამდენადაც მე ვიცი, როდესაც პირველად ქონების გადაფორმება მოთხოვეს ტუღუშმა გადაუფორმა ქონება სახელმწიფოს, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო აღმოაჩინა, რომ ქონებების უმეტესობა, რომელიც ტუღუშმა გადაუფორმა, ეს იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად და ამის მერე გადააყენებენ ტუღუშს და შემდეგ იწყება ამ შემთხვევაში პეტრიაშვილის პერიოდი, რომელიც 20 წელია გრძელდება ეპოქა. და რომელიც გრძელდება 20 წელია და პრინციპში ჩვენ დღეს ვხედავთ შედეგებს პროფკავშირების მუშაობის პრობლემებს ვხედავთ ჩვენ და უამრავს. იქაც მერე ბევრი ქონება იყიდება, უახლოეს პერიოდშიც კიდევ ბოლო 2 წლის განმავლობაში ისევ ქონებები იყიდება, მოკლედ პროფკავშირებს ისევ აქვს ქონებები და ეს ქონებები იყიდება და ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სანამ ბოლომდე არ გაიყიდება, მაგრამ ვიღაცები ამ კუთხით ინტერესს არ დაკარგავენ, მაგრამ ჯერჯერობით კიდე არის მეგობრებო გასაყიდი და მოკლედ იქ ვიღაცებს არ დაეთმობათ ის ადგილი. ან ის ადგილი ვიღაცებისთვის იმდენად პოლიტიკური ძალაუფლების სივრცე არ არის, რადგანაც თანამედროვე პროფკავშირებს არ გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაუფლება, ის ადგილი უფრო მეტად არის აი ამ რესურსების ათვისების შესაძლებლობა რა და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი დაინტერესება. პროფესიული კავშირები როგორ რას უნდა აკეთებდეს ასე დროს
ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ჩამოთვალე, რაც როცა მუშაობს პროფკავშირი, როგორია პროფკავშირი, მთელს მსოფლიოში განსხვავებულ პროფკავშირულ პრაქტიკას ვიცნობთ, ანუ პროფესიული კავშირების იმ ნაწილს, რომლებიც გაყიდულები არიან ან თანამშრომლობენ ხელისუფლებებთან, ესე იგი კორუფციულად თანამშრომლობენ ხელისუფლებებთან, თორე ხელისუფლებასთან თანამშრომლობა პრობლემა ათ პროფკავშირისთვის არის არც ვინმესთვის. ან მართულნი არიან ბიზნესის მხრიდან ამგვარ პროფესიულ კავშირებს დაარქვეს ყვითელი პროფესიული კავშირები და ესეთი პროფესიული კავშირები ძირითადად ვაჭრობენ მშრომელთა უფლებებით. ანუ ისინი მანიპულირებენ სხვადასხვა გზებით და მაგალითად ეს არ არის მხოლოდ ქართული, მოკლედ ეს არის მხოლოდ ქართული ტენდენცია რა. ქართული ტენდენცია არის პოსტსაბჭოთა ტენდენცია, რომელიც განსხვავებულია მაგალითად დასავლური ან სხვა ქვეყნების პროფკავშირული სიყვიტლისგან. ანუ პროფკავშირული სიყვიტლე ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიშნავდა როგორც წესი მაგალითად მაფიასთან გარიგებას ან საპენსიო ფონდების ინვესტირებას მაფიური კლანების ინტერესების შესაბამისად, როგორც არის მაგალითად ცნობილი პადაგებული ჯიმი ჰოფას ისტორია და პოსტსაბჭოთა შემთხვევაში აქაც რა თქმა უნდა კრიმინალური ჩარევები არსებობს, მაგრამ აქ მაინც ნომენკლატურა სარგებლობს. ანუ ნომენკლატურა იკავებს პირველ რიგში პოზიციებს და ამ რაღაცა საბჭოთა ესე იგი ტრანზიციის პერიოდში ვერ ახერხებს რომ იპოვოს ახალი ფუნქცია, ვერ ახერხებს საზოგადოების მობილიზებას, არსებობს აბსოლუტურად ბუნებრივი გარემოებები, რომლის გამოც საზოგადოებას ნდობა არ აქვს. ამ დროს აქ მოდიან რაღაცა ტიპის ადამიანები, რომელიც მოსარგებლე ადამიანები და ამ ყველაფერს იყენებენ იმისთვის, რომ თვითონ მაინც მოითმონ ხელი. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც ცენტრალურ საქართველოში, ცენტრალურ პროფესიულ კავშირში აპრიორი ყველა ადამიანი არის რაღაცა აი გაყიდული და რაღაცა. შეუძლებელიც არის ხო ესე რომ იყოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სტრუქტურაზე და სისტემაზე რა და არა პიროვნებებზე. ანუ ამ შემთხვევაში ირაკლი პეტრიაშვილმა მიაღწია იმას, რომ ის უკვე პიროვნება არ არის, ის თავად სტრუქტურაა და ამიტომ მასზე ვსაუბრობთ ხოლმე ესე, რომ პიროვნულად რა თქმა უნდა არ ვიხილავ. ძალიან საინტერესო რამ არის, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში არსებობს ესე იგი კლასიკურად ერთი კონფედერაცია, რასაც ეხლა ვახსენებთ ხოლმე პროფკავშირებს, როცა გულისხმობთ, აი დელისზე რომ პროფკავშირებია, ეგ არის ცენტრალური პროფკავშირი. მაგ ცენტრალურ პროფკავშირში წევრიანდება 21 პროფკავშირული სტრუქტურა, წევრიანდება, მაგრამ ესე დამოუკიდებელი პროფკავშირები არიან. ჩვენ რომ ამოთხოვეთ დამოუკიდებელ პროფკავშირებს, რომ ამოთხოვეთ დამოუკიდებელ პროფკავშირები, სინამდვილეში ეგ ტერმინი არ არის სწორი, ანუ და თავისუფალ პროფკავშირებს გულისხმობთ, მაგრამ იქ არიან დამოუკიდებელი პროფკავშირები გაერთიანებული ამ ხოლდაში. ესენი ამათ კიდე ყავთ პირველადი პროფკავშირები, მაგალითად რაღაცა როგორც მეტალურგიის პირველადი პროფკავშირი არის, რუსთავის აზოტის პირველადი პროფკავშირი არის, რაღაცა ჯეოსტილის პირველადი პროფკავშირი, ხო, არის ზესტაფონის სფეროს პირველადი პროფკავშირი, არის მაღაროების პროფკავშირი და ესენი მე წევრიანდებიან ამ სამთო მოპოვებისა და მეტალურგიულ სექტორულ პროფკავშირში, ისევე როგორც რკინიგზა, ისევე როგორც პედაგოგები, ისევე როგორც მედიცინა და ესენი ყველანი ერთად აი ამ რაღაცა ფონდებს კრავენ და ერთმანეთს უნაწილებენ. ანუ პირველ რიგში კლასიკურად ესე არ არის, მაგრამ პირველადი აგროვებს სახსრებს, ის უნაწილებს გარკვეულ პროცენტს დარგობრივი უნაწილებს გარკვეულ პროცენტს გაერთიანებას. აი, როდესაც მაგალითად პროფკავშირების საწევროებზე ვლაპარაკობთ, ეხლა ძალიან აქტუალური მაგალითია ჭიათურაში პროფკავშირების საწევროები, ხო? ანუ ჭიათურაში 3400 კაცი არის პროფკავშირის წევრი. ეს არის 2019 წლის შემდეგ, ანუ 3 პროფკავშირი იყო იქ ჭიათურაში და 3 ერთიანდება რა. ძალიან უცნაური რამეა თავისთავად 3 პროფკავშირი როგორ გადაწყვეტს უცებ გაერთიანებას და ვის მიერ ხდება ამ პროცესის მართვა, ვისი დახმარებით ახერხებს ამას, როდესაც პროფკავშირები, მე მუშაობდი პროფკავშირების გაერთიანებაში 5 წელი, გამოცდილება მალაპარაკებს, ასაკი და ეგრეა რომ არ იყო ესე რა, ყველაზე მცირე 200 კაციანი პროფკავშირი ყავდა იქ თუ 300 კაცი იყო ჩვენი წევრი და გაფიცვებს აორგანიზებდა ეს მცირე პროფკავშირი. შემდეგ რა თქმა უნდა გაერთიანება მოხდა ამ პროფკავშირში 3500 წევრამდე ყავს. 3500 წევრამდე ნიშნავს რომ კლასიკურად პროფკავშირის საწევრო არის ხელფასის 1%, ანუ ყოველთვიურად ხელფასის 1%-ს 3500 კაცი უხდის ამ შემთხვევაში სამართლებრივად დარგობრივ პროფკავშირს. დარგობრივ პროფკავშირში გროვდება ეს თან იქიდან 5-დან 10%-მდე ცენტრალურ პროფკავშირში მიდის და დანარჩენი 30% მოთხოვნის შესაბამისად ჩადის პირველად პროფკავშირში, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მშრომელების ინტერესი ამაშია, რომ მილიონობით თანხაზეა საუბარი, კონკრეტულად ერთი საწარმოდან წამოსულ მილიონობით საწევროზეა საუბარი, რომლის შემთხვევაშიც მაგალითად ჩვენ არ ვიცით რაში დაიხარჯა ეს თანხა, წევრებმაც არ იციან დიდმა ნაწილმა. ერთ-ერთი საინტერესო ის არის, რომ საგაფიცო ფონდი არ არსებობს და შესაბამისად აი ისე კი საერთოდ სხვა ნაწავები.
კითხვას რო დაუბრუნდეთ, რა უნდა გაეკეთებინა პროფესიულ კავშირს? პროფესიულ კავშირს უნდა გაეკეთებინა ის, რომ პირველ რიგში პროფესიული კავშირი უნდა მუშაობდეს არა მშრომელებისთვის, არამედ მშრომელებთან ერთად. ანუ პროფესიული კავშირი არ არის განყენებული შრომელებისგან განყენებული, ის არის მშრომელები. დემოკრატიული პროცესის შემთხვევაში პროფესიულ კავშირს უნდა ჩაეტარებინა კრებები, უნდა დაესვა საკითხი, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, სად არის პრობლემა და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში პროფესიულ კავშირს უნდა ემუშავა მშრომელებთან ერთად პოლიტიკურად განემარტა სიტუაციები ყოველთვის და უნდა ესაუბრა ამას შრომელის მდგომარეობაზე, არა როგორც რაღაცა მოკლე სივრცეში ლეგალისტურ მდგომარეობაზე, არამედ უნდა ესაუბრა შრომელის ზოგად მდგომარეობაზე და განეხილა ეს საკითხი. 2007 წელი მნიშვნელოვანი თარიღია 2006-2007 კახაბენუგიძე აუქმებს შრომის რეგულაციებს მთლიანად. ძალიან საინტერესო რამ არის, რომ დღეს ვინც არ უნდა იჩემებდეს, რომ ესა რაღაცა ნაცების წინააღმდეგ რაღაცას მე მიჩემებ ხოლმე მაგას, მაგრამ მე გუთვნის 2007 წლის ვიკილիქსის ჩანაწერებში ირაკლი პეტრიაშვილი ყოველთვის პროფკავშირების გამგეობასთან შეხვედრაზე პროფკავშირები აქებს ბენდუქიძის რეფორმას. რეფორმას არა, ბენდუქიძის ეფექტურობას. ძალიან უცნაური რამ ხდება. 2013 წელს ქართულ ოცნებას 2012 წელს ქართულ ოცნებას საარჩევნო დაპირებაში აქვს შრომის კოდექსის რეფორმა, 2013 წელს ქართული ოცნების მიერ და არა პროფკავშირების ზეწოლის მიერ. ესეც საინტერესო რამ არის. ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებიდან გამომდინარე, იწყება შრომის რეფორმა 2013 წელს და ბევრი რამ იცვლება. აი პირველი რაც იცვლება, რო გითხრათ, ეს არის, რომ აქამდე თუ ყველაფერზე ეწერა, რომ შრომის კოდექსით ესე წერია, მაგრამ თქვენ თუ კონტრაქტით ისე წერს, ეგრე კონტრაქტი არის უპირატესი. ერთ-ერთი მთავარი არის, რომ მაგას ამობს, რომ შრომის კოდექსით თუ ესე წერია, კონტრაქტში რა წერია, მნიშვნელობა არ აქვს. პირველი ნაწილი რაც და მე მთელი რამე იცვლება. 2021 წელს იცვლება უკვე ისევ ქართული ოცნების, ქართულ ოცნებაში მყოფი კონკრეტული პირების, რომელზე პროგრესული შეხედულებები ქონათ, ისევ მათი ინტერესი და არა პროფკავშირების ზეწოლი. ეს იყო ერთ-ერთი ჩემი კრიტიკა პროფკავშირებში, როცა მუშაობდი, რომ ჩვენ კი არ გაგუკეთებია ეს სინამდვილეში ვიღაცას გაახსენდა ისევ ასოცირების შეთანხმების ან თავისი რაღაცა შეგნებულობიდან გამომდინარე, ხო? პროფკავშირებს უნდა ებრძოლა შრომელთა უფლებებისთვის, პროფკავშირებს უნდა გაეძლიერებინა შრომელი როგორც პოლიტიკური სუბიექტი. პროფკავშირებს უნდა მიეცა შრომელების ხელში გაფიცვა როგორც იარაღი და პროფკავშირებს უნდა მოეხერხებინა ამ ქვეყანაში თუნდაც ის რომ მინიმალური ხელფასი არ ყოფილიყო კერძო სექტორში თვეში 20 ლარი. თუ პროფკავშირები მოახერხებდა ამასთანავე საკუთარი ნდობის აღდგენას და კვლევებში პროფკავშირების ნდობა არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი. ალბათ ესეც უნდა ყოფილიყო მისი ერთ-ერთი ამოცანა, რომ პროფკავშირების ნდობა აღდგენილიყო ქვეყანაში. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პროფკავშირები საქართველოში არის ისეთი, როგორიც არის, ამას უამრავი მიზეზი აქვს, რატომ არის ესეთი. თუ თქვენ ასევე უნდა იცოდეთ, რომ მე ამ პროფკავშირებს ყავთ მე საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანება, ITUC, რომელიც მე ესენი წევრიანდებიან და ეს რაღაცა ისე ქოლგა არსებობს რა. მე ვეძახი ხოლმე, რომ კიუნეტია თქო ჩვეულებრივ პირამიდა, სინამდვილეში პროფკავშირი არის, აი პირამიდა. მაგრამ ამასთანავე დაფუძნდა ახალი პროფკავშირული გაერთიანებაც, პროფკავშირების ახალი გაერთიანება, რომლებიც დააფუძნეს აი მეტროს მემანქანეები იყვნენ, ვინც აი გაბრაზდნენ, რომ რა ხდება ამ პროფკავშირში არ მოხსოვს, წამოვიდნენ იქიდან და დააფუძნდა პროფკავშირების ახალი გაერთიანება, რამდენიმე სხვა პროფკავშირთან ერთად რა. და ამ გაერთიანებას ეს გაერთიანება მნიშვნელოვანია და ამ გაერთიანების მიღმაც უკვე არსებობს, რომელიც აი უფრო მეტად აი გილდიას შექმნის პარალელურად იქნება უკვე ამ გაერთიანების მიღმაც 10-მდე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი. რაც ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რასაც ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენთვის უფრო ჩვენი კამპანიის ნაწილად მივიჩნევთ. და ამას თავისი გაგრძელება ექნება, რა თქმა უნდა, ხო, ამ პროფკავშირების შექმნის ამბავს. რა თქმა უნდა, დღეს დამოუკიდებელი პროფკავშირები სუსტია, რა თქმა უნდა, დღეს დამოუკიდებელ პროფკავშირს იზალა არ გააჩნია, რაც შეიძლება გააჩნდეს ცენტრალურ პროფკავშირს. იქიდან გამომდინარე, რომ ფონდები არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ რესურსი არ არის, იქიდან გამომდინარე, წევრობა არ არის. ძალიან ძნელია, რომ პროფკავშირების შექმნა საქართველოში, მაშინ როდესაც ცენტრალურ პროფკავშირს თითქმის ყველა სექტორში უკვე ყავს პროფკავშირი შექმნილი და ფაქტობრივად აყალბებენ ამ პროფკავშირულ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, ძნელია პროფკავშირის შექმნას ბევრი რამ ჭირდება. პროფკავშირის შექმნას ჭირდება საორგანიზაციო ჯგუფი, სამობილიზაციო სტრატეგია, საინფორმაციო კამპანია, მხარდაჭერა საზოგადოებისგან, სოლიდარობის კულტურა, წევრობის კულტურა, მოკლედ უამრავი რამ ჭირდება პროფკავშირის შექმნას და იმ წინაღობების გადალახვა, რომელიც წინაღობები ჩვენ წინაზე არსებობს. ხო, ეს არის წინაღობა
ყვითელი პროფკავშირის წინაღობა, რომელიც აყალბებს და манипуლირებს, არის წინაღობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან კლასიკურად, ამას უკვე მიჩვეულია პროფკავშირი, ცენტრალური პროფკავშირი სხვანაირად არის მიჩვეული ამას და არის დამსახურებლის წინაღობა, ხო? გათავისუფლება სამსახურიდან, დისკრიმინაცია, ასე შემდეგ. ბევრი წინაღობა არსებობს. ამ წინაღობების გადალახვა არის პროფკავშირების ამოცანა და ამ ამოცანებს შესრულება სჭირდება სტრატეგიასთან ერთად რესურსი და ალბათ ყველაფერი იქნება რა, მე ესე მგონია, სადაც ის მოვახერხეთ, რაც მოვახერხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ესე ვართ, მე მგონია, რომ სხვა რაღაცებიც მოხერხდება დროთა განმავლობაში და თქვენც ვფიქრობ, რომ ამ თქვენ მხარდაჭერაც იქნება და შესაბამისად ბევრი ვილაპარაკეთ. ან ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ეს შიდა სტრუქტურები რა როგორ მუშაობს, მგონი ყველაფერს გაეცა პასუხი. და შენ მინდა ახლა გითხრა რუსთავის მეტალურგის გაფიცული მუშები ვის მიემართებიან? ანუ ვის მიმართავენ პროტესტით? არის ეს კომპანია, ვისაც მიემართებიან და თხოვენ პასუხს? არის ეს სახელმწიფო? და აი ამ პოლიტიკურ პროცესებში დღეს რაც მიდის, საერთოდ თუ ხედავენ თავის როლს და სად დგანან? თუ შეგვიძლია ამაზეც გააკეთო რამოდენიმე კომენტარი. გაფიცულების უმრავლესობა ცადეს ესეთი რაღაცა. პირველი გაფიცვის ერთი თვის უკან, როცა პროკავშირები მოვიდა, ძალიან ცუდად დაამთავრეს, ანუ მაგათ მგობა არავის არ ქონდა და მოკლედ ასე ვთქვა, ცოტა ლანძღვაგინებითაც წავიდნენ რა. რომ ვერ მიიღეს პასუხი ვერავისგან, გადაწყვიტეს ასულიყვნენ ან ქალაქის ხელმძღვანელობასთან. როცა ავიდნენ, პასუხი ერთმნიშვნელოვნად დახვდათ იქ, ანუ ეს რაღაცა რომ ჩვენ ამას ვერ გადაგიწყვიტავთ რა, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, ანუ არანაირად, ან ზუსტად იყვნენ ქართლის ხელმძღვანელობის იმას. ხარდამჭერები რა, ასე რომ ვთქვათ, ანუ მერიაში დახვდათ, რომ დაუჭირეს ქართლის ხელმძღვანელობას ხარჯი. კი ბატონო, ზუსტად ესე იყო. ნუ გამოვიდნენ მერე, მქონდათ ესეთი გამამართლებელი საბუთი, რომ თქვენი გაწვა არ არის ლეგიტიმური, რადგან არ შემოიღეთ წერილი და მოკლედ მთელი ეს პროცედურა რა. მოიცადა მერე ისევ ხალხმა, ანუ ერთი თვე, ანუ რაც იყო საჭირო და ხელახალი გაფიცვის შემდეგ, ანუ პროკავშირები მოვიდა რა და რატომღაც ანუ მეც ძალიან გამოგვირდა მათი ჩართულობით მიდის ახლა პროცესები რა. რასაც ითხოვენ ხელფასის მატებას, ითხოვენ ანუ 400 ლარს რა. მოუმატოს პირველი ეტაპი 200 ლარით, შემდეგ აგვისტოში მოემატოს კიდევ 200 ლარი. მინიმალური ხელფასი გახდება 1900 ლარი. ანუ ამაზე კომპანია არ არის თანახმა, ანუ რამდენადაც ვიცით და ეუბნებიან რომ მოუმატონ ანუ 4 თვის განმავლობაში 40 ლარი რა. გონია მათთვის არ არის საკმარის. ზეწოლაც მიდის თანამშრომლებზე, განთავისუფლეს რამოდენიმე თანამშრომელი და ასე ვთქვით, სრული გამოკითხაობა. იმიტომ რომ პროკავშირიც მაქსიმალურად ცდილობს, ახლა დარწმუნებული ვარ, ესეთ რაღაცა მიდის, რომ ეს მუშა პერსონალი და მშრომელები მიიყვანონ იმ დონეზე, რომ მთელი დაყოფით და მთელი რავი თავის საცეცები ალბათ ყველგან ეკნებათ, რომ მშრომელები დაშალონ და შევიდნენ რა, ასე ვთქვათ, დაიწყონ მუშა პროცესი. ამ შრომის სიმძიმე გამოიხატება იმაში, რომ ტექნოლოგიურად ცდილობდნენ, რომ არ გამართულიყო, ანუ ტექნოლოგია არ დაემატებინათ რა. კი ბატონო, ანუ შრომელებზე გადასულიყო ეს მთელი პროცესი. ანუ თავიდან გამწოვიც კი არ ქონდათ რა. ანუ ღუმელი როცა მუშაობს, შიგნით არის წარმოიდგინეთ 1700 გრადუსი.
ამას აუცილებლად ჭირდება, ყველა ვარიანტი ჭირდება, განა თუნდაც იმიტომ ვთქვათ, რომ არ დაბინძურდეს ჰაერი, რომ ეს სამხელა ტემპერატურა გაიტანოს, შიგნით რომ რაღაც აფეთქება მოხდეს, ეს ალი არ გამოვარდეს და კი მე თვითონაც არ დამწვარი მაქვს მთელი მარცხენა ხელი. ან ფაქტურად ციკლს გადაურჩით, ხოლოდ შემთხვევით რომ ეს ალი არ გადავყავთ რა. მოხდა უფრო ფატალური შემთხვევები ამ საწარმოში, რადგან არ არის ფაქტობრივად ჩვენი შემთხვევები, რომ ადამიანები ხშირად ყოფილა რომ ეს ადამიანები გარდაიცვალნენ რა. და დაზიანებებზე კიდე აღარ ვამბობ, იმიტომ ბევრი ადამიანია დაზიანებული. მე ოდესღაც მოიფიქრეს რომ რაღაც კაპიტალი შემოეტანათ, ჩაედოთ, ანუ ეს დაახლოებით 10 წლის შემდეგ ისიც გვატყუებდნენ რომ ეს სესხით ვიყიდეთ, ანუ 30 მილიონზე იყო ლაპარაკი რა. ახალი ღუმელი, რომელიც უნდა ჩამოისხა რამოდენიმე ნაწილი, უფრო ხარისხიანი რა. ამასაც გვატყუებდნენ რომ იცი რა ეს სესხით ავიღეთ და ამასაც კი ვერ ვიხდით, დაამონტაჟეს გამწოვები უხარისხო. ქალაქში მაშინ იყო პროტესტი, თუ გახსოვთ ეს და გავიგუდე, რომელიც ამ მთელი ამდები იყო რა, ხოლოდ ამათი ხმაც შესუსტებულია, არ ვიცი რატომ, მაგრამ ქალაქში ისევ არის ძალიან დაბინძურებული აერი, რაც პრობლემა. ანუ არ ზრუნავენ, ანუ შექმნილ დოვლად და რაღაცა ნაწილი ჩადონ ქარხნის რეკონსტრუქციაში, გადაიარაღებაში, თუნდაც ძველი არსებული ცეხები, რომელიც აწარმოებდა უნიკალურ პროდუქციას, რომელიც დღეს არის იმპორტირებული ქვეყანაში. მთელი ან ყველაფერი აბსოლუტურად, რასაც მეტალურგია აწარმოებდა, დღეს შემოდის იმპორტზე. ეს ყველაფერი დაშალეს და გაიტანეს, ან გაძარცვეს ასე რომ ვთქვათ რა. არანაირად არ ცდილობენ რომ მოპოვებული თანხა ჩაიდოს ქარხანაში. ანუ ეს არის სულამის მინდა რომ ცოტა პოზიტიურ რაღაცებზეც ვილაპარაკოთ. ანუ იდეაში ხედავთ რაღაც ძვრებს, ხო? ანუ მაგალითად, ვინ მოიღებდა ხმას ნაციონალიზაციაზე 1 წლის წინ, ხო? ვინ გაბედავდა საერთოდ ნაციონალიზაციის თემის დაყენებას, ეგრევე კომუნისტი მემარცხენე მარგინალი გახდებოდი ყოველს თვალში, ხო? ერთი ეგ ამბავი. მეორე ამბავი არის, რომ იდეაში ჩვენ ვნახეთ რაღაც ტიპის რეპეტიცია, არ ვიცი, მიმიკრია ამ საყოველთაო გაფიცვის, ხო? აი რაღაც ხალხმა პროტესტის მონაწილეებმა გარკვეული ეს რაღაც ტიპის პერფორმანსი, შეიძლება ითქვას, შეიძლება არა აქტი თავისთავად, მაგრამ პერფორმანსი საყოველთაო გაფიცვის ქნეს, ხო, განახორციელეს და აი ამ ამ პროტესტების ფარგლებში იყო ეს მცდელობაც, ხო? ანუ თვითონ გაფიცვის შინაარსი, აზრი, რაღაცნაირად ხელახლა დადგა დღის წესრიგში, როგორც მნიშვნელოვანი რადიკალური ინსტრუმენტი წინააღმდეგობის და პროტესტის. და გიგა საუბრობდა პროფკავშირების ამ ოსტაბჭოთა იმაზე, ხო, რაღაც გადმონაშთზე და აი ამ რაღაც ლეგასი ქართულად როგორ არის, რაღაც ტიპის მემკვიდრეობაზე, ხო? და მართალია, ანუ საბჭოთა კავშირის დროს პროფკავშირები იდეაში არა მუშების რადიკალიზებას, არამედ მათ რაღაცნაირად ჩაჩუმებას და გაჩუმებას ემსახურებოდა, ხო, საბჭოთა კავშირში, ანუ საბჭოთა კავშირი მოიაზრებოდა როგორც მუშათა, მშრომელთა ქვეყანა და შესაბამისად იქ მუშა ვერ გაიფიცებოდა. და წინააღმდეგობას ვის უნდა გაფიცოდა, მისი იყო, ხო, იდეაში. შესაბამისად, პროფკავშირების როლიც თავისთავად იყო, რომ მაქსიმალურად კეთილდღეობა მოეტანა მუშებისთვის და რაღაც თვალსაზრისით მოქონდა კიდევაც, ხო, იყო მაგალითად ბინების დარიგება, არ ვიცი, იყო იქ გახშვება სხვადასხვა მეებზე, რა ქვია, დასასვენებელ კურორტებზე და ესე შემდეგ და ფაქტიურად რაღაც იდეის დონეზე პოსტსაბჭოთა საქართველოში აი ეს იდეა გადმოხვა, ხო? ანუ პროფკავშირები არა როგორც რადიკალური გამწევი ძალა, რომელიც ჭიდაობაშია სახელმწიფოსთან, ჭიდაობაშია კომპანიასთან, არამედ პროფკავშირები, რომელიც რაღაცნაირად მუდმივად ცდილობს დინებებით იპოვოს გზები, რომ ყველაფერი გააჩერეს, გააჩულოს და რაღაცნაირად პროტესტი, წინააღმდეგობა, რადიკალიზმი ჩააჩუნოს, ხო? მაგრამ ნუ ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ, როგორ იცვლება ეს გარემო და დღეს ნაციონალიზაცია, საყოველთაო გაფიცვა ისე როგორ ბრუნდება და იბრუნებს თავის ძალას და მნიშვნელობას და კონოტაციას, ხო? ანუ აი ამაზეც რო გავამახვილოთ ყურადღება და ხო, რა აღნიშნოთ და თქვათ, რომ არის ეს რაღაცნაირი პოზიტიური ცვლილება.
ანუ ყველა ვარიანტში დამთავრება რომ პოზიტიური გადაწყდა. ესე იგი ჩვენ მეც მნიშვნელოვანი მგონია ჩვენ გქონდა პრეცედენტი სექტორული გაფიცვის თქვენ იცით რომ ჩვენ არ გვაქვს კანონით მოპოვებული უფლება რომ გაფიცვები გაფიცვა გავაკეთოთ გენერალური გაფიცვა არის სექტორული გაფიცვაც ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია თქვა გაფიცვა დავიწყოთ პარალელურად რამდენიმე ადგილზე ერთდროულად და შემდეგ დაემთხვეს ამ ერთმანეთს დავამთხვიოთ გაფიცვები და ეს სამართლებრივად ესე გამოდის, ხო? 21 დღიანი სამედიაციო პროცესი უნდა დავიწყო 5 სხვადასხვა ადგილას და 21 დღეს გავა ერთდროულად და ერთდროულად დაიწყება გაფიცვა და გენერალური გაფიცვა გამოვიდა, მაგრამ დავა არის კონკრეტულად ერთი მიმართება. უცნაური ის არის, მაგრამ ხო, ნუ არ აუშავს. მაგასაც ეგეც მოვახერხეთ რაღაცნაირად. 100 დღე იყო გაფიცვა გაფიცვაში ნაწილი თეატრების და კლავიშებია, მაგრამ 100 დღე იყო კოლექტიური შეთანხმება პროფკავშირის მიერ გადაწყვეტილი, რომ გაფიცვაში არის ყველა და სანამ სხვა არამეს არ გადავწყვეტ, მანამდე ვართ ესე. ოღონდ აქ იყო რომ 6 კერძო თეატრი, საკმაოდ დიდი, აქ იყო სრულად, აქ იყო 2 სახელმწიფო თეატრი სრულად, აქ იყო 3 სახელმწიფო თეატრი სრულად, აქ იყო 3 სახელმწიფო თეატრი იმდენად რომ მუშაობას ვერ ანახლებდა და აქ იყო 2 სახელმწიფო თეატრი, რომელიც მუშაობდა ნაწილობრივ. ამასთანავე ჩვენ მოვახერხეთ ის რომ პრინციპში პირველად სექტორული გაფიცვის ნაწილში პირველად შევქმნით საგაფიცვო ფონდი. ის რას უნდა კონდეს წესით პროფკავშირს, რომელსაც აქვს ყოველწლიური საწევრო მოსაკრებელი ცენტრალურ სგულით 5 მილიონ ლარზე მეტი ჩვენ ვინცაც მაგალითად ყავს მხოლოდ 500 წევრი, მოვახერხეთ ის რომ საგაფიცვო ფონდის საშუალებით პირველი 2 თვის პირველ ჯერზე მომართვიანობის საფუძველზე გადავიხადეთ 90 ადამიანის ხელფასი იმ თვეში და შემდეგ ჯერზე უკვე არა მომართვიანობის საფუძველზე, არამედ ზოგადად კერძო თეატრების შემთხვევაში გადახდილი იყო 6 თეატრში დასაქმებულ პირთა სრული სახელფასო არანაზღაურება. ანუ რაღაცა გამოვიდა ამ ხრივ და ეს გამოცდილება ხა დღეს იქნება ხვალ იქნება ზეგ ვიღაც გამოიყენებს, ხო, ისევე როგორც გამოცდილებას, რომ როცა გაფიცვა, შენ უნდა იმუშაო ბანკებთან, მათ შორის იმაზე რომ კრედიტები გაიყენოს და ამას იმედია ხვალდაზე ვიღაცები გამოიყენებენ და ეს სასარგებლო იქნება ცალსახად. ნუ ეს კარგი ნაწილი. მე მგონია რომ წეგან ვილი ხვდებოდა ამ შრომის უსაფრთხოების ამბავს. ეს არის ძალიან საინტერესო ამბავი, რომ ჩვენ როგორ აღვიქვამთ ამ თელს იმას, რაც ჩვენგან პარალელურად ხდება. ეს გათიშულობა ბუნებრივი არსებობს, ადამიანს რომელსაც ინდუსტრიულ შრომასთან შეხება არ აქვს, უჭირს დაახლოებით წარმოედგინოს სიმძიმე, რომელსაც ინდუსტრიული შრომა ატარებს და ეს აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. მაგალითად, თუნდაც ან ტყიბულის შახტების ნაწილი არის, ნუ ძალიან სპეციფიური, ანუ უბრალოდ წარმოდგენა გაგიჭირდება, რომ ეგეთი რამე სამყაროში არსებობს, რომ ეგეთი კონსტრუქცია სამყაროში არსებობს და ეგეთ კონსტრუქციაში ვინმე გადაადგილდება არსებობს და ეგეთ კონსტრუქციაში ვინმე მუშაობს არსებობს, ანუ ვერც წარმოვიდგენ ისეთია და ამიტომ მე მივესალმები მაგალითად, რომ ჩვენ მათ შორის აქ მყოფმა ადამიანებმა უფრო მეტად მოვახერხოთ ამ ინფორმაციების მიღება, ხო? ანუ შეგვიძლია დავგეგმოთ ხოლმე და ნახოთ ეს სიტუაცია, ნახოთ არა როგორც რაღაცა ტურისტებმა, არამედ ჩვენი ძმების, ჩვენი დების, ამ საზოგადოების ჩვენი წევრების თანამოაზრეებმა იმაში, რომ უკეთესადაც ხომ არ შეიძლებოდა. აი ამ ნაწილში. და ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაგვეხმარებოდა, რომ ჩვენ ამაზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ. იგივე ჭიათურის საკითხზე თქვენ იცით, რომ ხვალ არის ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია, მაგრამ ზეგ უკვე ჭიათურაში არის აქცია. ჭიათურიდან, თბილისიდან ჭიათურამდე 2 საათი და 20 წუთი არის ჩასვლა, გზა არის არაჩვეულებრივი და ჭიათურა არის ულამაზესი ქალაქი საქართველოში. მიუხედავად იმისა, თუ რა დამართა ესე იგი კომოდიფიკაცია. კერძომ თუ სახელმწიფოს ამგვარმა ქალაქს თუ ნახავთ ფოტოებს ძალიან დაინტერესდებით როგორი იყო ქალაქი საბჭოთა კავშირის პერიოდში და როგორი არის დღეს, ნახავთ რომ დიდი სხვაობაა, მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილია და მოსახლეობა თვითონ ეს ადამიანები, შრომელები არის რაღაცა განსაკუთრებით არაჩვეულებრივი ადამიანები. თავისი გულწრფელობით რა, აი თავისი რაღაცა, მოდი ესე ვიტყვი, დასაფასებელი გულწრფელობით რა, აი რაღაცა ხანდახან ვამბობთ ხოლმე გვიხმრია მათთან ერთად, რომ აი მიამიტობის დონემდე მისული გულწრფელობა და მათი ბრძოლის უნარი. და მათი უნარი რომ აი რაღაცა სრული სიბნელე რო არის ჩამოწოლილი, რომ არ ჩანს არაფერი რა, შეიძლება აი აწი მოხდეს და უცებ რაღაცა და აინთება რა.
მეორე საკითხი ახლა ვინ როგორ მანიპულირებს ხოლმე მე მაგით და ვინ როგორ გამოიყენებს და პროფკავშირები არის მაგაში დახელოვნებული როგორ უნდა იმანიპულირო მაგ დროს ის პროცენტალური პროფკავშირი სხვა პროფკავშირები თორსა შეუძლია მანიპულაცია მაგრამ აი არის უსინდისობა და ამას არ აკეთებ პოზიტიური არ ვიცი კიდე რა უნდა ვთქვა მე მგონია რომ მე მიხარია რომ საქართველოში ცით რა არის მე სულ ვამბობ ხოლმე მაგას რომ ჩვენ საზოგადოებამ დასაწყისშიც ეს ვთქვი შესწავლა დაუშვა მაშინ როდესაც გაფიცვა იყო რაღაცა ტიპის რადიკალური სოციალისტური აქტი რომელსაც ამ თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი არ გააჩნია ან არ შეიძლება გააჩნდეს რა აი მაგალითად მე მახსოვს მეტროს მემანქანეების ერთი წევრი მას შემდეგ რაც ის გაეცნო ეკონომიკას ნანობდა რომ ის გაიფიცა რა ესეთი რაღაც არც არსებობდა მაკროეკონომიკაო რომ ვისწავლეო მივხვდიო რომ ისო არა მაშინ არასწორი ვიყავიო ახალგაზრდა ბიჭი მაგრამ დრო გავიდა და ჩვენ მივხვდით რომ სინამდვილეში მე ხა ჩემ პოზიციას ვიტყვი მე და თავს არ შევაწყებ მე მგონი არა კაპიტალიზმის ამგვარი ფორმა როგორიც არის ახლა ან ყოველთვის ბუნებრივად მოასწავებს იმას რაც მოხდა მსოფლიოში ისევე როგორც ბუნებრივად მოასწავებს იმას რაც მოხდა საქართველოში ანუ კაპიტალიზმი პერიფერიაში ისეთია როგორც ეს ხშირად ამომეხმობა რომ ჩვენთან კაპიტალიზმიც არ არის ჩვენ უბრალოდ ჯერ მაქამდე ვერ მოვიდეს ხო კაპიტალიზმი არის ფეოდალიზმი არა უბრალოდ ეს კაპიტალიზმი პერიფერიაში ზუსტად ისეთია როგორც აღარ არის ცენტრში ბუნებრივად აქ ესეთი არის და ესე გაშიშვლებულია და გაშიშვლებული ნიშნავს იმას რომ ერთ ეტაპზე როდესაც თუნდაც აი ეს თანამედროვე ეკონომიკური მოდელი განდევნის პოლიტიკას ეკონომიკური სფეროდან და გაყოფს ამ ორ ნაწილს და ამბობს რომ პოლიტიკა არის თავისთვის და მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ სფეროზე რადგანაც ეკონომიკური სფერო სინამდვილეში არა სოციოლოგია არამედ მათემატიკაა ანუ ადამიანები ერთმანეთში ურთიერთქმედებენ თავიანთი რაციონალიზმით თუ ირაციონალიზმით თავიანთი შეცდომებით თუ არ შეცდომებით გარემო პირობების აბსოლუტურად გაუთვალისწინებლობით და ეს არის მათემატიკაო ამაზე იყო საუბარი შემდეგში მოხდა ის რომ ეკონომიკური სფერო დავარქვათ ამას ეს ფინანსური კაპიტალი იმდენად გაძლიერდა რომ მან დაიწყო პირიქით გადასვლა და დაიწყო შეჭმა ასე ვთქვათ სახელმწიფო პოლიტიკური გაგების და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რომ სოფლიოს მართვის ნაწილი გადავიდა კორპორაციებზე ჩვენ მივიღეთ რაღაცნაირი აი ეს ხო ამბობს ხოლმე ვარუფაკისი ამბობს ხოლმე რომ ტექნოფეოდალიზმი და მივიღეთ კაპიტალიზმისგან ტექნოფეოდალიზმი რომელიც საბოლოო ჯამში ბუნებრივად მოასწავებს იმას რომ ესე იგი ძალაუფლების ფინანსური და ძალაუფლების კონცენტრაციის პირობებში საბოლოო ჯამში დემოკრატია წააგებს და სათავეში აღმოჩნდება ის ვინც უკეთეს ფასში შეძლებს იყიდოს ძალაუფლება და ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილმა გამომდინარე მისი ფინანსური რესურსებიდან მოახერხა რომ სწორ დროს როგორიც იყო იმას რა ქვია იყიდა ძალაუფლება და მას შემდეგ რაც დემოკრატიასაც იგივე ტიპის საქონლად ვაქცევთ როგორიც არის აიფონი ხო შესაბამისად მასაც ისევე იყიდიან როგორც იყიდნენ ტელევიზორს მაგალითად ან ვაშლს მაღაზიაში და ასე იყიდა ამ ადამიანმა ჩვენ ახლა ვსვამ კითხვას რატომ მოხდა ასე რანაირად მოხერხდა ესე იმიტომ რომ ამ ლოგიკაში ასეა ჩვენ თუ სხვა ლოგიკაში ვიქნებოდით, სხვა ლოგიკაში შეიძლება გავკვირვებოდა, მაგრამ ამ ლოგიკაში ასეა. როგორ ახერხებენ ცენტრალური კაპიტალისტური ქვეყნები, რომლებიც მაგალითად ევროკავშირში მყოფი კაპიტალისტური ქვეყნები მათ შორის, ხო, ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ, რომ აბსოლუტურად ყველა არის საბაზრო პრინციპებზე დამყარებული ეკონომიკა, რა. თუ მხოლოდ ამას დავარქვათ კაპიტალიზმს, თუმცა ასეც არ შეიძლება. როგორ ახერხებენ ამას? ახერხებენ კვეთრ სვეტს swamენ, რომ არ შეიძლება განსაკუთრებით სკანდინავური ქვეყნები არ შეიძლება გაყო ეს ორი სფერო ერთმანეთისგან. არ არსებობს პოლიტიკური უფლება სოციალური უფლების გარეშე, არ არსებობს სოციალური უფლება პოლიტიკური უფლების გარეშე და არ არსებობს ეკონომიკური პროცესი, რომელზეც არ შეიძლება გავლენა მოახდინოს პოლიტიკურმა პროცესმა. ეკონომიკური პროცესი უნდა ემსახურებოდეს როგორც იმ კონკრეტული ინდივიდის ინტერესს, ამასთანავე მას უნდა ჰქონდეს საერთო საზოგადოებრივი ინტერესი და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ არ მივიდეთ ამ ეტაპამდე. ამიტომ ეხა ეს რატომ მოვყევი? ეს მოვყევი, იმიტომ რომ ესე იგი, ჩვენ აქ შეცდომა კიდევ ერთხელ დავუშვათ. თუ გვინდა რომ ჩვენ შეცდომა არ დავუშვათ, დღეს მაინც, აი ამ სიტუაციაში როგორც ახლა ვარ. ეხლა ჩვენ უნდა მივხვდეთ იმას, რომ შრომელებს
უნდა დაუბრუნოთ უფლება ისაუბრონ უკეთეს ცხოვრებაზე და უნდა მივცეთ უფლება რომ უკეთეს ცხოვრებაზე საუბარი გახდეს ცენტრალური საკითხი. რამდენადაც ხო პრინციპში ეგ არ რამდენადაც არ არის ეგ არის აზრი გამიცხადა. მაგრამ კარგი აზრი პრესტობიერმა გამაჩნია. ვილი ვითხრას და ისაუბროს კარგ ცხოვრებაზე მაშინ. უკეთეს ცხოვრება. კარგი ცხოვრება იქნება მაშინ, როცა ერთ-ერთი პატივისცემა გვექნება ყველა ადამიანს. ეს გამოიხატება მე ეკონომიკაშიც, ეს გამოიხატება ჯანდაცვაშიც, განათლებაში. ზუსტად მაგას ვუძახი ხოლმე, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, თუნდაც ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თუნდაც რელიგიის წარმომადგენელი იყოს, თუ ვინაც მამა იყოს, თუ ვინც არ უნდა იყოს, თუ შენ არ გეუბნება, რომ პირველი საწყისი ადამიანის ფუნდამენტური ღირებულება არის ჯანდაცვა, განათლება და შრომის დაფასება, ასე ვთქვათ, უფლება, ის ნებისმიერი აზრი შემდეგში, რომელსაც ის შენ გეტყვის, ეს არის მცდარი. მე სხვა მეტი არაფერი არ შემიძლია, უკეთეს ცხოვრებას, ეს მოიწევს რა, ურთიერთპატივისცემა და ეს რა ერთმანეთს რო ეს ყველაფერი ესე დაუფასოთ. რა შემდეგში განანაწილდება ყველაფერი ჩვენი შექმნილი პროდუქცია, რასაც წარმოვადგენთ, ანუ ქვეყანაში რაც შეიქმნება და მგონია რომ შვენიერ ბედნიერად ვიქნებით რა. იმიტომ რომ დღესდღეობით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სახელმწიფო გვატყუებს, რომ არ არის ქვეყანაში რთული პერიოდი, აქ კაფეოდ შეიძლება დავინახოთ, რომ ბავშვები არიან ოპერაციის გარეშე დარჩენილები და ხანდახან გვიწევს, რომ თითოეულობით ან 5-5 ლარობით, ანუ გამწარებული მშობლები ამას ითხოვენ, რომ ეს თანხა აგროვოს. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოვექცეთ, შეიძლება ამ წამს არა ვართ ამ მდგომარეობაში, მაგრამ ნებისმიერ დროს მე ხშირად მიფიქრი არა, რომ ჩემ შვილს რო რაღაცა დაემართოს და რო დავდგე ამ ფაქტის წინაშე, ალბათ მთელი ჩემი გონება რაც გვაქვს ოჯახში გავყიდოთ, ანუ ვერც კი შევძლებ, ანუ ის ალბათ 30-40%-საც კი ვერ დავაკმაყოფილებ რა თანხებთანაც არის დაკავშირებული რა. ამიტომ უნდა შევეცადოთ ყველანი, რომ ჯანდაცვა არ იყოს ბიზნესი, ანუ პირველ რიგში განათლება არ იყოს ბიზნესი და შრომის უფლებებისთვის ვიბრძოლოთ. შემდეგში უკვე ყველაფერი კარგად იქნება რა. საზოგადოება გაიზრდება, განათლება გაიზრდება და განათლებული ადამიანი, რომელსაც 10 წიგნი მაინც აქვს წაკითხული, შეუძლებელია იყოს შეუძლებელია, მაგრამ ხო, ანუ ნაკლებად, ანუ ამას შევამცირებთ რაღაც პროცენტულობაში რა, ამ ყველაფერს და რა ვიცი. იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც კეთილგულებს უნდათ რა ამ ქვეყანაში რა. ბოლომდე იდეალურები არ შეგვიძლია. გოდა, შენ გინდა და რაღაცის თქმა, ხო? მოვჩენ? ოკეი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, აი უღმეს მადლობა მართლა, ძალიან დავიმუხტე და გავაგრძელოთ შეხვედრები, ყველა აუცილებლად ვიკრიბებით ხვალზე, რამდენი ხანით იქნება საჭირო აქ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მის დასაცავად, ადამიანების ხმების, ინტერესების, კარგი ცხოვრების შესახებ ადამიანების წარმოდგენების გასაჟღერებლად. რაც ფავარია. მადლობა.